რომელ საათზე უნდა დავასრულოთ ღამე კვება? ანუ ეხა ბევრი ვიდეო გავრცელდა, რომ აზრი არა აქვს, რა დროს ჭამო, თუ კალორიებში ეტევი, მაინც დაიკლეფო წონაში და გეტყვით ერთ რამეს რა. თუ ესეთ რამეს გაიგებთ, ჩათვალეთ, რომ იმ ადამიანმა, ვინც ამაზე საუბრობს, არ იცის, როგორ ხდება ორგანიზმში საკვების მონელება და ათვისება, იმიტომ რომ ნახე, საკვების მონელება და ათვისება არ არის რამოდენიმე წამის და წუთის ამბავი, ეს არის მინიმუმ რამოდენიმე საათის ამბავი. მეცაც გეტყვი, ზოგიერთი საკვები ისეთი რთული მოსანელებელი და დასაშლელია, რომ შეიძლება რამოდენიმე დღეც კი დაჭირდეს. ამიტომ ნახე რა ხდება, შენ რო დღე ჭამ, ორგანიზმში ჩადის ეს საკვები, კუჭი იწყებს მის მარტივ ელემენტებად დაშლას, სწორ ნაწლავში გადადის ნარჩენები, რაც არის, წვრილი ნაწლავით მერე სისხლიდან გადადის საკვები ელემენტები ჩვენს ორგანიზმში და ეს მინიმუმ რამოდენიმე საათის ამბავია და შენ თუ დილით ჭამ, ამიტომ უმარტივდება რა ორგანიზმს საკვები ელემენტების ათვისება და თუ ღამე გვიან ჭამ და მერე დაიძინებ, ხო? სამწუხაროდ ღამე ძილში ორგანიზმში ბევრად სხვა საჭირო ასე ვთქვათ პროცესები მიდის და აღარც ალია ორგანიზმის მონელებისთვის და რასაც ჭამ იმის ათვისება კი არ ხდება, ის კუჭი ლპება და შენს კუჭის ფლორას საერთოდ ანადგურებს. ამიტომ შეეშვი ღამე ძილის წინ ჭამას და გირჩევ, რომ 3-4 საათით ადრე მაინც დაძინებამდე არაფერი აღარ ჭამო, რომ კუჭი იყოს ცარიელი, რომ დაწვევი და ორგანიზმში სხვა პროცესები სწორედ წავიდეს და არ მოხდეს იმ საჭმლის დალპობა და კუჭის განადგურება და 1000 უბედურება. გირჩევ, რომ დღე ჭამე ყოველთვის უფრო მეტი, ვიდრე ღამე ჭამ.